Დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმრები არიან ნუკრი ქანთარია და შოთა მალაშხია. ბატონ შოთა, მოდით საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზე გადავიდეთ. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ სამხედრო პოლიტიკურ საკითხებზე გვქონდა ძირითადად დისკუსია. ის რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო, ამასაც უკავშირებთ პირდაპირ ხელისუფლების ინტერესებს. აქ არაერთი მოსაზრება არსებობს. ძალიან ბევრი დამკვირვებელი, ექსპერტი თუ კომენტატორი ამბობს, რომ აქ არის ბრძოლა გავლენებისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში. თქვენ რა შეხედულება გაქვთ? საკონსტიტუციოს თემა უკავშირდება რეალურად ორ ძირითად თემას. ეს არის სარჩელი, რომელიც იქიხილება, ეს არის რუსთავი 2-ის სარჩელი, ეს არის გიგი უგულავას სარჩელი და ეს არის კაბელების თემა. ეს ხტომა გადაიდო, ხო. ეხლა რეალურად შევხედოთ, არის თუ არა ზეგავლენა ხელისუფლების მხრიდან, ხო? ეს მარტივია, რომ ნახოთ, რომ განცხადება ორჯერ გააკეთა თავმჯდომარემ, ერთ შემთხვევაში სრული იგნორირება იყო, მეორე შემთხვევაში რამოდენიმე შეხვედრების მერე არასამთავრობოსთან, პრეზიდენტთან და ასე შემდეგ ძლივს თქვეს, რომ საქმეს აღძრავდა და დაიწყეს გამოკითხვა ამ ადამიანებს. იქ გამოსულმა მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ ამდაგვარი ფაქტები იყო. ორმა მოსამართლემ მაინც მე რაც მოვისმინე ტელევიზიით. მაგრამ არც ერთმა მოსამართლემ არ დაადასტურა ბატონ შოთა, რომ მასზე იყო ეს ზეწოლა ან ზეწოლის მცდელობა. ხო, ეს უკვე ცოტა დელიკატური საკითხია, იცით, როდესაც მოსამართლე ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია და თვითონ თქვას იმ მოსამართლემ, ვიზეც იყო ეს ზეწოლა და ამბობს, რომ ეს ღიად იხილებოდა შეხვედრაზე, ცხადია ესეთი რაღაცა იყო, მაგრამ მეორენაირად შევხედოთ, ეხლა უკვე რა სიტუაცია. ჩვენ როდესაც გქონდა თავიდან უკვე გამზადებული სარჩელი უნდა იყო და პასუხი უნდა გაეცა და გამოეცხადებინათ ტურავას გამო გადაიდო. შემდეგ მივიღეთ, რომ სამა მოსამართლემ თქვა უარი, შემდეგ 4-მა, შემდეგ 5-მა და იზრდება იმ მოსამართლეების რიცხვი, რომელიც ამბობს, რომ სანამ პროკურატურა არ დადებს დასკვნას, მანამდე განხილვა დაიწყოს, ხო? თუ ეს მოსამართლეები, რომლებიც იქით მხარეს გადადიან თანდათანობით, არიან თავის ინდისთან თავისუფალი, ხო? მაშინ ჯერ განეხილათ ეს საქმე. ანუ თქვა რომ ამ საქმეს რა კავშირი აქვს სასამართლოსთან, მოდით ეს საქმეები უკვე მივიყვანოთ ბოლომდე და ამის შემდეგ ვილაპარაკოთ სხვა საკითხებზე, მაგრამ ელოდებიან პროკურატურიდან დასკვნას, ხო? თანაწერებს მოусმინენ და ყველა ამას ლაპარაკობს. და რატომატულობს იმ მოსამართლეების რიცხვი თუ ზეწოლა არ არის, რომელიც თავში სხვანაირად ლაპარაკობდა და დღევანდელ დღეს უკვე 9-დან 5-მდე მივიდა. ესე იგი, ეს მოსამართლეები თქვენ გაქვთ ეჭვი, რომ ხელისუფლებამ გადაიბირა უშიშროების სამსახურების დახმარებით? ამას არა, მე ეჭვი არ მაქვს, მე ახმოვანებ იმ ფაქტს, რომელიც თქვა თავმჯდომარემ და თავმჯდომარე განცხადება იყო თვითონ მოსამართლეებმაც დაადასტურეს ეს ფაქტი და ზოგადად სასამართლოზე გავლენა რომ არის ამის დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს იგივე რუსთავი 2-თან დაკავშირებით, როდესაც ურთმელიძემ ვითხრა რომ დედა არ არის, მეორე მოსამართლე ცხოვრობდა დედამისის ბინაში, როგორც ნაქირავებ ბინაში და ბოლოს ამას ყველაფერს იუმორით მინდა ვთქვა პრეზიდენტმა მოფინა ნათელი და გამოგცა ოჯახის განმარტება. ვითხრა რომ ცოლიც ოჯახის წევრია, სიძეც და გასაგებია, კი ბატონ ნუკრი, თქვენ რას ფიქრობთ? უпростоრად ვიცი, რასაც ფიქრობთ, უბრალოდ თქვენ მიგაჩნიათ ეს დღის წესრიგის ნაწილად, უბრალოდ ბატონმა შოთამ თქვა, რომ პრაქტიკულად ხელისუფლებამ იბირებს მოსამართლეებს. ესეც კალენდარის ერთ-ერთი ნაწილია, რაც ნაციონალებს დაგეგმილი ქონდა და პაპუაშვილიც ან მოყოლილი ამ წნეხის ქვეშ და გავლენა სწორედ მასზეა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათ დანიშნულია მათი აქ ან და თავის ინიციატივით წასვლამდე უნდა რომ რაღაცა კვალი დატოვოს, მაგრამ ერთი რამე მისცეთ თქმა მინდა ბატონო ვახტანგ. აი, გავანებოთ აი ამ ხელა დიდი პასუხისგებლობის მქონე თანამდებობის პირს და ელემენტარულად თქვათ ერთი რამე. თქვენ თანამშრომლებზე გაიგეთ, რომ რაღაც გარკვეული ზეწოლა. ხო, ელემენტარული ლოგიკაა, რომ თქვენ დაუძახოთ მას და უთხრათ. მე ვიცი, რომ თქვენზე რაღაც ზეწოლა არსებობს და მე რო ეს გავასაჯაროოთ, თქვენ ამას დაადასტურებთ. რომ მე ეს თქვა, რომ მე არ გამოვიდე უხერხულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე თქვა ასე და მე თქვენ ეს უარყოთ, ნუ რა გამოვა, ხო? და აი ამ თქვენ ფიქრობთ, რომ არავისზე არ იყო ზეწოლა, ეს შტაბეშტილება დაგჭა და უბრალოდ პაპუაშვილმა რაღაც პოლიტიკური თამაში მე ვიყვები სწორედ ამ ლოგიკას, რომ ის რომ ასეთ საჯარო განცხადებას როცა აკეთებს და მას არ აყავს გვერდზე ადამიანი, რომელიც იქვე დაუდასტურებს მას, ეს რა გამოდის? გარდა იმისა, რომ თემა აწიოს თემისთვის, სასკანდალოთ აწიოს, ან და თავის სწორედ ვისგანაც ის სწორედ იმართება, თუ არის ასეთი ან ზეწოლის ქვეშ არის, მათ გაუგზავნოს მესიჯი, რომ რა ვქნა, მე მეტი არაფერი არ შემიძლია. სინამდვილეში კი რა იყო?
სინამდვილეში იყო მათ უნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პაპუაშვილს უნდა გამოეწვია პოლიტიკური კრიზისი, CSKO-ს მიერ აღიარებული მაჟორიტარების საზღვრებზე უნდა გაეუქმებინათ ესენი და აი ეს ჩვენ რომელიც მივიღეთ კანონი სწორედ ბოლოს პარლამენტში, ამან სწორედ მიუსწრო, როდესაც ერთშეულია კოლეგიიდან პლენუმზე გადაიტანა სწორედ საკითხი და არ განეხილათ ასეთნაირად, თორე ხა ჩვენ ვიქნებოდით პოლიტიკური ნამდვილად კრიზისის ქვეშ. და აი ეს არჩევნები ვერ ჩატარდებოდა ნორმალურ ვითარებაში, ან საერთოდ ვერ ჩატარდებოდა. საერთოდ ვერ ჩატარებულიყო არჩევნები და იქნებოდა ეხლა მართლაც ძალიან მწვავე სიტუაცია. ეს სურვილი ამოძრავებთ და აქეთკენ მიდის და ახლა მას უნდა თავის გამართლებები რომ აი მე ხო მაინც თქვი და ახლა ის არ ამბობს ალბათ დაახლოებით აი ესეთი მაგრამ ის რომ დღეს ხდომა ვერ გაიმართა ბატონო კრეს რაიმე ეჭვებს აღგიძრავთ თქვენ აი დღეს იყო უგულავასა და კაბელების გაერთიანებული სარჩელის 12 საათზე კვორუმი არ შედგა სამართლებრივად არ ვიცი არ ვამბობ ამას მაგრამ ისე ხალხურად რომ გადავთარგმნოთ ეს ხალხი მართალია რომელსაც თუ ჩვენ ეჭვის ქვეშ ვართ მაშინ ჩვენს მიერ გამოტანილი განაჩენი რანაირად უნდა თქვენ აღიაროთ ან ერთმა მხარემ ან მეორემ მოდი დამთავრდეს პროკურატურაში და გავიგოთ მართლა ვართ ჩვენ ზეწოლის ქვეშ თუ არა ვართ ვიმართებით ვინმესგან თუ არ ვიმართებით და ესე რომ მესმის ეს ლოგიკაც მესმის მეორეა რომ ეს ერთი ინსტიტუტია რომელსაც ჭდილს აყენებს ახლა პირველ რიგში სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რომელსაც სექტემბერში უთავდება პრინციპში ვადა და თუ არა იმის საფრთხეს რომ საკონსტიტუციო სასამართლო შევიდეს ისეთ კრიზისში, როდესაც ის ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ხო, აი ხა ერთი პრეცედენტი ის იყო, რომ დღეს ეს ხდომა არ გაიმართა. შესაძლოა რომ ეს გაგრძელდეს ასეთი ტენდენცია. რაც არ უნდა, როგორც არ უნდა ახლა შიგნით გაგრძელდეს და ვერ მიიღონ თუ გადადონ, არა, იყო საკითხები, რომელიც წელიწადია უცდის და უცდიდა დროს და ხელი არ მოუკიდე არავის სწორედ წინა პერიოდში და მე ამუშავდა კონვეიერივით საკონსტიტუციო სასამართლო, რო კითხოთ ხალხმა ზოგმა არც იცოდა საკონსტიტუციო სასამართლო საერთოდ რა არის, ვინ არიან, როგორ არის. ამ ბოლო ხანებში თქვენ კარგად იცით რომ ამდენი საქმე მიეყარა და ცდილობენ მაქსიმალურად ეს რა არის ბოლო კანონების სასამართლოა ხო ესე იგი და რამდენი კანონი თურმე წინ მიღებული სწორედ არ ყოფილა კარგად მიღებული და არის ამაზე ერთი ამბავი იმიტომ რომ აღარ აწყობთ ასე ან და ამ ხარი მთელი სწორედ ბადეა მოქსოვილი და ეს ხლართები მუშაობს ახლა ამაში ვარ მათ დარწმუნებული მაგრამ ერთ რამესაც ვამბობ რომ სექტემბერში ალბათ ჩვენ მოვახერხებთ შეკრებას და 4 სამართლეს ავირჩევთ ისევ ნუ ერთი არის ასარჩევი და დანარჩენი პრეზიდენტის და უზენაეს სასამართლოს მიერ ყოველთვის განახლდება ალბათ მანამდე ეს მათი საქმეა და ვეთანხმები რომ რაც უფრო გარედან ნაკლები იქნება ამ შემთხვევაში კომენტარები და მისი პოლიტიზირება რაც ფაქტიურად უნდოდა პაპუაშვილს და ამას მიაღწია ამ სკანდალისტვის მიაღწია მაგრამ აღმოჩნდა ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ესე იგი მისი მე ვფიქრობ იმიჯი თუ რამე მას არ ვიცი პროფესიული ახლა არ ვიცნობ მაგრამ გააჩნდა რაღაც ეს ყველაფერი დააგენა თავის კოლეგების წინაშე საკონსტიტუციოსთან დაკავშირებით თუ გაქვთ რაიმე საფრთხე შემდეგ გადავაწყოთ ემას. დავამთავრებ შეიძლება რომ მაგრამ თვითონ ინსტიტუტი იმდენად ძვირადღირებულია ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნისათვის რომ აი ასეთი საზიანო ქმედებები რომ არ განმეორდეს ალბათ საერთოდ მომავალში ალბათ რა თქმა უნდა გმართებს ამაზე ყველას კი ბატონო პირველ რიგში ამ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ორი ისეთი დადგენილება გამოტანილი რომელიც ძალიან არ უნდა და ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ ეს გააკეთა. მეორე მაჟორიტარების საკითხი არ იხილებოდა ეხლა აქ იხილებოდა კაბელების სახე არა რომელზეც აი ეხლა რომელზეც კაბელების საქმე არა ის განიხილეს პირიქით განიხილეს ის საკითხი განიხილეს ამიტომ პირიქით აჩერებენ არა აჩერებენ ხო რა მნიშვნელობა ვაღიარებთ რაც მიიღეს არის სწორი არ მოგწონს ამაზე არ არის ლაპარაკი ამასთან ერთად ამ საკითხზე არ საუბრობს მარტო თავმჯდომარე საუბრობს სხვა წევრებიც რომელი წევრი მეთხარით? ორი წევრი. რატომ უარყოფს? ერემაშვილი და კიდე არ ვიცი, გვარები. ფენზერო ზეწოლა იყო. ერემაძემ თქვა რომ შევიდოდა პროკურატურაში და გვარს იტყოდა. გეტყვით რა სიტუაცია. არ იტყვით თქვენ. ხო იტყვით. თქვენ მე მეტი ინფორმაცია მაქვს როგორც ჩანს თქვენ არ უყურებთ ტელევიზორს რა. ტელევიზორს უყურებთ კი არა უყურებთ თქვენ ტელევიზორს და გაიგეთ მაგრამ უყურებთ და გეტყვით რა თქვეს მოსამართლეებმა. მოსამართლემ ორმა თქვა რომ იყო ამ დაგვარი ფაქტი. ჩემზეო პირადათო? არა კონკრეტულ მოსამართლეზე ამიტომ დაადგინეთ თქვენ მეორე გიმანიშნებს რას უყურო მე კარგად ვიცი ტელევიზორს თუ მე არ მითქვია რას უყურო ეგ არ არის ჩემი საქმე არც მაინტერესებს გეტყვით არა ხო ეხლა არა გეტყვით თუ გაქვთ ეს
ინფორმაცია, გეტყვით რა წითქვა და პირადად ვინმე თქვა რომ მე წამიყვანეს ხელი გადამიგრიხეს დამაშინე. არა, აი იმ არა, მომხედეთ იმ შეკრებაზე, არა, იმ შეკრებაზე დასახელებული იქნა ის მოსამართლე, რომელზეც იყო ზეწოლა და ის მოსამართლე იმ შეხვედრას ესწრებოდა. ეს თქვა პროკურატურაში შესულმა ორმა მოსამართლემ. აი ამას გეუბნებ. ერთი რაღაცა მინდა. რა გააკეთოს პროკურატურამ ასეთ შემთხვევაში, ხომ? ნახეთ, პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ პირადად არც ერთმა მოსამართლემ არ დაადასტურა. არა, ამ შემთხვევაში პროკურატურასთან არ ვსაუბრობ. მე ვსაუბრობ შემდეგ საკითხს რა. სანამ პროკურატურა ასეთ შემთხვევაში და ვერაფერს ვერ გაარგოს, ამ მოსამართლეებმა, რომლებიც უზარმაზარ ხელფასს იღებენ, შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, მივიდნენ სხდომაზე, მიიღონ გადაწყვეტილება. მე ვარ ის გადაწყვეტილება. თავის საქმეა ეს უნდა, აი რაც შეიძლება გავანებოთ. რა სიტუაცია იცით უყურეთ რა? გავანებოთ თავი. ჩვენ ეხლა თქვენ აი ავტორი მაქსიმალურად ისე დაზიანებულ ავტორიტეტს გინდათ რომ კიდევ არა, მე მინდა გადაწყვეტილება. შეიკრიფოს ეს ხალხი და გადაწყვეტილება ულო ადამიანებთან დაკავშირებით. მე მინდა გადაწყვეტილება მასმედიის თავისუფლებასთან რუსთავიორთან დაკავშირებით. თქვენ არ გინდათ? არა, აქ არის გინდათ რატო არ უწევთ? აი მე წინ ერთ რაღაცა დავაზუსტებ უბრალოდ და მოგცემთ სიტყვას, ხომ? აი ერთ-ერთ მოსამართლე რას ამბობს ლალი ფაფიაშვილი. პირადად მე არასდროს მithქვამს, რომ სხდომას არ დავესწრებით. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვინმე არ აპირებს სხდომაზე დასწრებას არ მაქვს. არც ერთ ჩვენგანს მსგავსი რამ ცალსახად არ უთქვამს. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ გვჭირდება გონივრული ვადა საქმეთა გონივრული შესწავლისთვის. ასევე არ გვითქვამს, რომ დღევანდელი განხილვები უნდა გადაიდოს. თუმცა ეს განხილვა გადაიდო. აქ გონივრულ ვადაზეც ლაპარაკობს. არა, გონივრული ეს არ გიჩნდება, თუ აი ეს სტრაფი ტემპით ზოგიერთ არავით არის სტრაფი ტემპით. ერთი თვეა უკვე პლენუმს გადაეცა. არა, მე მაქვს ინფორმაცია, იმიტომ გეუბნები. არ არის სტახანოვური. თვითონ ამბობენ კოლეგის წევრები და თუ გინდა იყოს სტახანოვური წესითაც, აქ საქმე ეხება თავისუფალ მასმედიას და როკეთილინებონ და შეიკრიბ. მე ხო არ ვლაპარაკობ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც რუსთავიორს აწყობს, ან მე მაწყობს, ან თქვენ არ გაწყობთ. მე ვლაპარაკობ. არ იკრიბებიან დღეს, არ შეიკრიბა ეს და შეხვდნენ ელჩებს და მაკინაციებით ეს კიდე ერთი რაღაც მაინტერესებს. ერთ რა თქვა ძალიან გამკვირვეთ აღარ ერთ რაღაცას ვიტყვი. აი რო უსმინოთ ამ სიტუაციას გამოდის რომ ყველაფერს გავარკვევთ ამას და დაგვანებეთ თავი. ყველაფერში რაც ხდება, ამას ყველაფერს აწყობს ნაციონალური მოძრაობა. ხო, ეს არის მიდგომა და შეთელი შეთქმულების თეორია. არა, ეს თემების აწევა ერთი წამი გავაგრძელებ ამ წინადადებას. აგრძელე, მაგრამ სხვა რაღაც მაინტერესებს. ამ ქვეყანაში ცუდი არაფერი არ ხდება. ყველა თემა, რომელიც აიწია ჩვენს მიერ დაუშვათ, ხო, ნაციონალური მოძრაობის მიერ, ჩემს მიერ. და ყველაფერზე არის, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის, ეს არის ქრისტიან კონსერვატორების, ხო? და ცუდი რა მოხდა, გეხვეწებით, ერთი რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ არ მოაწყო და რა მოხდა? შოთა, ვის ახსოვს ქრისტიან განდით ქუჩაში და კითხეთ, ქრისტიან კონსერვატორები ვინ არიან და თუ გეტყვის რამეს რა. იცით რა, მე გეტყვით რომ ოცნებაზე კი არ არის ლაპარაკი, რაც არსებობს პარტიები, რაც არსებობს პარტიები, იმასთან შედარებით 92 წელს დაარსდა. ვინ არის, ვინ? მე, ჩემი პარტია. კარგით ახლა ეს ვინ არის ახსოვს კაცი. არა. ესე თქვენ არ გახსოვთ ეს ჩემთვის პირადად ვერს არის. ხალხს არ ახსოვს საერთოდ არ იცის. დაანებეთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკს ლენინი ხო არ ახარ კაცო ქუჩაში და იკითხეთ. რა ქუჩაში და ქუჩაში რას ნიშნავს? მოიკითხეთ. ხალხის სახელით ლაპარაკობს. თუ არ იცის რა პარტიას ახსენებს. მითხარ გეხოთ ხალხის სახელით რას ნიშნავს ხალხის სახელით? საზოგადოებამ თუ არ იცის პარტია ვინ არის რა არის და თქვენ მიაჩნი ხართ პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის წევრად და ეხლა ძალიან ცოტა სახსოვს ის რომ მე არა გიხსნით რომ 10 წლით უფრო ადრეა დაარსებული. კი ბატონო, დაარსებული 10 წლით კი არა, 20 წლის წინანდელი პარტია ძინავს. რამდენია ეგეთი პარტია? რამდენი პარტიაა ხო? და კი ბატონო, ბატონშა. რა შუაში ეგ საერთოდ ამ ამბავს? არა, თქვენ თქვით და მე ხო, ეს ცოტა გადაუხვიეთ ახლა პარტიის მიმართულებით. ნაციონალურ მოძრაობას თავის პარტია. არა, მე გეტყვით. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობაში გაგიბრაზდებიან მაგალითად. არა, აი ხო ხედავთ, კიდე ჩემი მიჯზე ზრუნავთ, ეს რატომ ხარ თქვენი ოცნების ის არის ესეთი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ასეთი სწორედ ადამიანის მოყარეები რომ არ მინდა ბოლომდე ვინმე დაიჩაქრო. ბატონშოთა, რაც შეეხება იმას რომ ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენო თქვენ თქვით, ხო? ცუდი არაფერი ხდება. ოცნება გაურბის პასუხისგებლობას ყველაფერზე? ოცნება გაურბის პასუხისგებლობას, მას არ შეუძლებელია არც ერთი დაპირება. რეალურად აქვს
რეალური კრიზისი და აქედან გამოსავალი არის, რომ ილაპარაკოს რაღაც შეთქმულების თეორიებზე. სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ხედავს, მაგრამ ეხლა იგივეას, როდესაც ესენი მივლენ ხალხთან, სადაც უნდა მივიდნენ, აი ეს ხალხი გამოიტანს განაჩენს და მაგრამ რაში ეთყობა ეს კრიზისი თვითონ პარტია შეგიძლიათ მითხრათ, პარტია, რომლის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი სრული უმრავლესობით მოვლენ პარლამენტში, თავადვე დააკომპლექტებენ მთავრობას და ასე შემდეგ, ხო? ამასში თუ რაიმე სხვაში ეთყობა, რომ თვითონ პარტიაში არის კრიზისი და ისინი ხელიდან გაუშვებენ ძალაუფლებას. იმ საზოგადოებას უნდა მივმართოთ და უთხრათ, მათ გაუზარდეს პენსია 220 ლარამდე. მათ გაუნახევრეს ტარიფები, რომელსაც არა, უნდა მივმართოთ მეთქი, არა, ნუ გეშინიათ. გაუნახევრეს ტარიფები გაზზე და შუქზე. გაუჩიდეს სამუშაო ადგილები, მოუგვარეს რუსეთთან ურთიერთობები. აი ეს შეკითხვები და კიდევ ერთი შეკითხვა არის, რომელიც შეიძლება თქვენ დაგისვათ ამ მორჩეულ და თქვენ ხართ ალტერნატივა ქართული ოცნების, თქვათ აი ბატონმა ნუკლიმ გაგიხილათ როგორც ნაციონალური მოძრაობასთან, ხდებით? ან თუნდაც თქვენი პარტია. არა, პრობლემა არ არის. ან თქვენ პიროვნულად შოთა მალაშხია. მე გეტყვით რას იქნებით რა ალტერნატივას თავაზობთ? მე როდესაც ვაუბრობ, რომ მე ვარ ქრისტიან კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე, ვამბობ იმ იურიდიულ რეალობას. სულაც არ უარყოფ, რომ მე ვიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად და მე არ გულისხმობდი აქ მე პირადად თქვენ გულისხმობთ. სხვა დროს შეიძლება მე ჩემი ეს ნათქვამი, რომ მე ვამბობ, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის წევრი, იქნებს გაუკუღმართებულა. ამიტომ მე ვლაპარაკობ იურიდიულ ნიუანსებს. ეხლა რა მოძრაობის წევრები გამოვიდნენ და სხვადასხვა პარტიების შეკითხვა ალტერნატივას ეხლა რა შეეხება? ეს არის გამოცდილი პარტია, რომელმაც ჩაიბარა ქვეყანა, რომლის ბიუჯეტი იყო 600 მილიონი და მიიყვანა 8 მილიარდამდე. პენსია იყო 14 ლარი და მიიყვანა 140 ლარამდე. როდესაც ეკონომიკა გაზარდა 4-ჯერ და გაიამქმედებებს, რომ ეს არც ერთი სტრუქტურა არ იყო, არც პოლიცია არსებობდა, არც ჯარი არსებობდა, არც საგადასახადო სისტემა, ანუ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო. იყო შეცდომები დაშვებული ამ დროს, ცხადია იყო. აი ამ შეცდომებზე ლაპარაკობს, რომ მე მეტი ამ შეცდომებს არ დავუშვებ. ბატონ შოთა, სხვა შორის აქ დეპუტატებს შორის გუშინაც გქონდა დებატები ნაციონალური მოძრაობისა და ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის. ბატონ შოთა, ქართული ხალხი რას ჭამს არ ვიცი, ჯარგონია ჭამს არ ვიცი. გუშინაც ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს შორის, როდესაც ამ სტუდიაში იყო დებატები, მე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს ეს ვკითხე და თქვენც მინდა გკითხოთ. წარსულზე საუბრის დროს, აი როდესაც ჩამოთვალეთ თქვა რეფორმები, ჯარი, პოლიცია და შემდეგ. წარსულზე საუბარი, ეს არის ძლიერი თუ სუსტი მხარე ნაციონალური მოძრაობის თქვენი აზრით? ძირითადად ძლიერი მხარე. რომელიც დაეხმარება ამ მომრჩეველს გადაწყვეტილების მიღებაში, რომ ამ პარტიას მისცეს? ეს არის ის გაკეთებული საქმეები, რომელიც გაკეთდა და არის ის შეცდომები, რომელიც იყო, მაგრამ თუ აი ეს თანაფარდობით დავიღებ და მაინც და მაინც სტატისტიკურად გვინდა. სტატისტიკურად არა, უბრალოდ ამ მომრჩევლის შეხედულების ჩამოყალიბების 80-20. ძალიან სასარგებლოთ. კაი, ბატონო. ძალიან კარგი, რაც ვისაუბრებენ ასე და ხშირად ისაუბრებენ ასეთნაირად, კიდევ უფრო მე მგონი ღმა დაარწმუნებენ, სწორედ თავიანთ მომხრეებსაც, რომ მათ ხმა არ უნდა მისცენ. ეს არის ცალსახად, ეხლა რაღაცას უყურებ და ვაკვირდები თვითონ. ასე რომ ჩვენ ბატონო შოთა, რა თქმა უნდა, გვაქვს სათქმელი იმისას, რომ სწორედ არ გავაჩაღეთ ცეცხლი სწორედ ამ 4 წლის განმავლობაში. და გადმოდიოდა საზღვარი და რეაქცია არ ჰქონდათ არაფერზე. არა, თქვენც ესე ველაპარაკებოდი პარალელურ რეჟიმში. კი ბატონო, ვისაუბროთ. დაავიწყდა ხალხს ამ 4 წლის განმავლობაში ქუჩაში სისხლის გუბეები და ეს გავაკეთეთ ჩვენ. ჩვენ შვიდობა დავამყარეთ, თავისუფალი სივრცე შევქმენით. რუსთავიორთან დაკავშირებით რო თავისუფალთანაც, რომელიც არის რომ გააკვირვეთ დემოკრატია ევროპული მასშტაბით. რა თქმა უნდა, რუსთავიორთანაც დაკავშირებით, რომელიც გამოდის და რასაც უნდა იმას ძახის და ერთი კაცი არ შესულა იქ და არ თქვა ვერ ახერხებთ უბრალოდ ვერ ახერხებთ იმიტომ რომ თქვენსავით თუ აგვეღო ხელი ნამუსზე რა ვერ ახერხებთ შესაძლებლობები გააჩერებთ თქვენ ახლა სწორედ გააჩერებდით კიდე გაიცრო სწორედ აი ეს ყველას მაგალითი ხო გუშინ იყო კაცო აი როგორი მოკლები ხელი გადაწყვეტილებით სამართლებრივად გაჩერებული პარტია ხარ თუ მეგობარი პარტია ხარ არ ვიცი მაგრამ იურიდიულად მოგიგოთ რუსთავიორმა მოგიგოთ უბრალოდ მოგიგოთ რა მოგვიგო აი სწორედ სამართალი არის ჩვენ სწორედ ის გადაწყვეტილებები მითხარით უთმელიძის გადაწყვეტილებები ადამიანის ჯანმრთელობას რომელიც
კაპიკიც არ ღირდა, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. კაპიკი არ ღირდა. აი, ფაქტიურად ფასი არ ქონდა ადამიანის ჯანმრთელობას და დღეს სამანტყოფოს კარი გაღებულია და რამდენი ადამიანი გადარჩა სწორედ აი ამ ჯანდაცვის პროგრამით და იგივე ცეჰეპატიტი რომ აღარ ვახსენოთ. მარტო ეს ცეჰეპატიტი იქნებოდა ამათვის თელი აღიარება და მაგრამ მე ვამბობ, მე ვარ ექიმი და ერთადერთი რამე არა. ცეჰეპატიტის პროგრამა არის ნამდვილად კარგი, მაგრამ ის რო არის საყოველთაო დაზღვევა და ის რო ეს საყოველთაო დაზღვევა უახლოეს თვეებში შიხში შეიყვანს საქართველოს ეს რეალურად გასაგებია ბატონო უკრი უნდა დავასრულოთ. მათ აქვთ გარკვეული უნარები, რა საკვირველია მავნებლობაში განსაკუთრებით, მაგრამ ერთი რამე არა აქვთ, ნამუსი არ არის. ამ პარტიას არ გააჩნია. ეს არის ჩემი შენ გითხარი და გული მომკაკა. ნამუსი არ გააჩნია. გაზპრომის მართველი მეუბნება რომ ჩვენ არ აგვაქვს ნამუსი, ხო? გაზპრომის მართველი რუსული ინტერესების გამტარებელი კაცი აპარაკობს რომ ნამუსი არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას. კონსერვატული ესეთი მშვენიერი სახელის მქონე პარტია, რომელიც შვილობილად დაუდექით თუ გიშვილად არ ვიცით, დროზე კიდე დროა დააღწიოთ თავი, გამოხვიდეთ, მიხედოთ თქვენ პარტიას. გმადლობთ. ნურავის, ნუცლამი დაიქნებით. ჩემი პარტია ვარ კვალიფიციური მაშინე ვის ველაპარაკები გამაგება და ასე შემდეგ. ვის ველაპარაკები? არა, ეს ინფორმაცია მაინც უნდა გქონდოდა ვის ველაპარაკები? მადლობ ჩოთა მალაშხია და ნუკრი ქანთარია იყვნენ ჩვენი სტუმრები 19 საათზე შევხვდებით ერთმანეთს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.